საღამოშვიდობის ალბათ ძალიან გეუცხოვებათ კამერის ხარისხი და თან კიდე ეს აქ არის რაც იმას ნიშნავს რომ სულ სხვა ტელეფონი ვიღებ ვიდეოს ახალი ტელეფონი ვიყიდებ შეგიძლიათ მომილოცოთ ძალიან მიხარია ესე იგი ეხლა მოვედი სახლში ძალიან ცხელა თან მიკროფონიც არ მიკეთია სპეციალურად არ გავიკეთე მიკროფონი იმიტომ რომ დღეს რომ უნივერსიტეტში ვიყავი გზაში გადავიღე ვიდეო და არ მომეწონა ამ ტელეფონის ვიდეოში ჩაწერილი ხმა მაგრამ ძალიან ქარი იყო და მაგას ვაბრალებ მაგრამ ცოტა ცვლის ჩემ ხმას რა უფრო რაღაცნაირად უფრო აწვრილებს ხმას ვიდრე რეალურად მაქვს თუმცა გადაღება აქვს ძალიან კარგი მშვენიერი ესე იგი ძალიან ავირიე დავირიე ხალვა ვიყიდე გზაში ღამის 12 საათია პირველი დაიწყო ეხლა საერთოდ არ მაქვს ხალვის ჭამის სურვილი მაგრამ რაღაცა ტკბილი მინდოდა მოკლედ რომ ეყიდა და საერთოდ ხალვის ჭამის სურვილი არ მაქვს მაგრამ გუშინ მინდოდა ძალიან და წამოვიყოლე მაინც მეთქი რომ მომინდა შევგამთქვა ხვალ დილის 7 საათზე უნდა ავდგე და გზაში ენერგეტიკული გადავირტყი ჩემ ხელა ანუ ძალიან ვერ ვცნობ საკუთარ თავს კამერაში ანუ ძალიან კარგად იღებს არა ვარ მიჩვეული ამ ხარისხს გადაღების ხარისხს ესეც არ ვარ მიჩვეული ძალიან ისა ვარ ხალხო დაყრილი და დამახინჯებული ცოტა ისეთი ის მქონდა რა ქვია გადაღლილობის პერიოდი და ვერ მოვიცალე საკუთარ თავზე მისახედაც თორე ისე რა ვიცი მაზს რო არ ვისმევ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მაყრის არ ვიცი სიცხეები მოქმედებს თუ რა ხდება ძალიან ცხელა თან იმხელა აღმართია მოვიარე ზაფხულის პერიოდში მაყრის ხოლმე მოკლედ მაგრამ ესა რა ქვია მას რო ვისმევ ბოროპლიუსის მაზი რომ აქვს ძალიან კარგად მოქმედებს მოკლედ ეგ მაზი ჩემი კანისთვის მაგრამ აი როგორც კი ჩავაგდებ ერთი დღე ორი დღე რო არ წავისმევ მე ისევ მაყრის და უარესად მახინჯდები თან მე რომ მაყრის ვიქავებ და კი ხედავთ აგერ 1 2 სადღაც აქეთ კიდე მოკლედ რა ხო და ძალიან ავირიე ტელეფონის ყიდვისას დედა ჩემი არის ჩემი სპონსორი მე ჩემი ხელფასით ვერაფერს ვერ ვახერხებ კირიცით არ ვიცი მაქვს თუ არა ნათქვამი თქვენთვის მაგრამ ჩემი ხელფასით ეხლა ამ თვეში რო ხელფასი ავიღე აქ ნაქირავები ბინაში სადაც ვარ გვაქვს აივანი ნუ აივანი რა ეს არის რა ქვია ერთსართულიანი კერძო სახლია ჩვეულებრივი მაგრამ ეს არის გარეთ აგია მეტლახი და გადახურულია რა აივანივითა თელი მაზე რა ქვია თელ სიგრძეზე და ფანჯარასთან ელაგა სამშენებლო მასალები მონარჩენი კარებები ხის ნაჭრელები რაღაცეები და ძალიან მინაგვიანებული იყო მიყრილი იყო იქაურობა და ერთ დღეს დავეხმარე სახლის მეპატრონეს დავეხმარე და დავალაგეთ მოხვეტეს მოწმინდეს და ისე მოკრიალდა აივანი რომ მეთქი ეხლა აქ აივნის მაგიდა და სკამი მომცათქო და ბუდე ჰამაკი კიდე გიждები ბუდე ჰამაკზე უნივერსიტეტში არის ჩემთან და რამდენი მივალ ხოლმე ჩავჯდები ბუდე ჰამაკში და გემრიელად ვნებიურობ ხო და თან ხელფასი ახალი ჩარიცხული მქონდა და წამძლია კინაღამ სულმა რომ TikTok-ში შევედი და დავიწყე ძებნა ბუდე ჰამაკის და აივნის მაგიდის და სკამის ხო და ვიფიქრე რომ ერთ-ერთს მაინც ვიყიდით ხო და ჩემ და გასაკვირად ძალიან მომეწონა ფასები 159 ლარი ღირდა მე მგონი
ბუდე ჰამაკი და 160-170 მაგიდა და სკამი. ან პირიქით ბუდე ჰამაკი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე მაგიდა და სკამი. ნეტა მეყიდა მაინც, ანუ იმიტომ რომ მაინც არაფერში მეხარჯება ფული და ეგ მაინც დამჩებოდა. თან ახლა ეს საფხული უნივერსიტეტში რო არ დავდივარ და სამსახურშიც შაბათ-კვირის გარდა 4-მდე არ გავდივარ, ძალიან კაი იქნებოდა ცივი ყავა რაღაცა ბუდე ჰამაკში რო ჩაწვევი ცივ ყავას მიირთმევ და თან TikTok-ს რო სკროლავ. ხო და ეს არა ქვია, მოკლედ ზუმერში ვიყიდე რა თქმა უნდა. მე მაგალითად ზუმერი ყველაზე მეტად მომწონს. ყველა ტელეფონების მაღაზია მოვიარე, მაგრამ აი ზუმერი რომ მოწესრიგებულია და მოკოხტავებულია და თან კიდე თანამშრომლები რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თანამშრომლები არიან, ეგრე სხვა არც ერთ მაღაზიაში არაა, რავი. ალტაში და იმაში სადაც ვიყავი, საერთოდ არ მომეწონა ესე ტორტივით მაგიდაზე ელაგა ტელეფონები ესე მრგვალად. ხო და ზუმერი ყველაზე მეტად მომწონს. არანაირი რეკლამა რა თქმა უნდა. ხო და ესე იგი 5 დღე ვიარე ტელეფონების მაღაზიებში და დედაჩემი მეუბნება რომ ეს რა ქვია ზოგადად რაც წასულია დედაჩემი უცხოეთში საერთოდ არ შემიწუხებია ფულის გამოგზავნაზე რაღაცაზე, იმიტომ არ შემიწუხებია რომ წინაზე რო იყო დედაჩემი სუპირველად რო წავიდა უცხოეთში, მაშინ სტუდენტი არ ვიყავი. მაშინ ვიყავი სკოლის მოსწავლე და თან კიდე სოფელში ვცხოვრობდი და სოფელში არანაირი შემოსავალი არ იყო. მაშინაც ძალიან დიდი სურვილი მქონდა მუშაობის რაღაცა იქ რაიონში ვიყავი გასული, სულ 5 კინკილაქსელური მაღაზიები იყო და იქაც თან 17 წლის ვიყავი მაშინ და ეს რა ქვია, მაშინაც ცდილობდი რომ სამსახური მეშოვნა, მაგრამ სოფელში არანაირი საშუალება არ არის, ესე ვთქვათ, რომ სამსახური გქონდეს და საკუთარი შემოსავალი გქონდეს. თბილისში რა თქმა უნდა უფრო მეტი, ბევრად უფრო დიდი გზა გაქვს, ესე ვთქვათ, განვითარების საშუალება. და მაშინ მე და ჩემი ძმა ძალიან დედაჩემს და მამაჩემს წეწავდით უცხოეთში რო იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრის გამოგზავნა უწევდათ და ეხლა თბილისში რო ვარ და იმის შესაძლებლობა რომ აქ მადლობა ღმერთს რომ ხელი მომცა, ფეხი მომცა, ჯანმრთელობა მაჩუქა, ყველაზე დიდი საჩუქარი და რატო შევაწუხო ჩემი მშობლები, როცა მე შემიძლია ჩემი შრომით საკუთარი თავი შევინახო, ესე ვთქვათ. და მით უმეტეს ვიაზრებ იმას, რომ ისედაც მეწამადგება მომავალში ჩემი მშობლების, ესე ვთქვათ, შემოსავალი რა. ამიტომ რაც წასული არ შემიწუხებია. და ეს რა ქვია, თვითონ შემოთავაზა აქეთ დედაჩემმა, რომ ესა რა ქვია, ტელეფონი იყიდეო და მეუბნებოდა რომ არჩე ტელეფონი და გამოგიგზავნი ფულს. 5 დღე ვიარე ტელეფონების მაღაზიაში და ვერ გადავწყვიტე რომელი მეყიდა, რა გავაკეთო. ჯერ iPhone-ზე წამძლია სულმა, iPhone 16 Pro Max-ი მინდოდა რომ მეყიდა. რატო არ ვიცი, მაგრამ თან დედაჩემს რო ვანახე, რომ ესა მეთქი ეს მინდა უეჭველი თქო რა, თუ ვიყიდი, კაი უნდა ვიყიდო თქო. და iPhone-ი მინდა თქო, უთხარი თავიდან დედაჩემს. ძალიან ცხელა, ოღონდ ფანჯრებს გამოვაღებ თორე. ძალიან ცხელა. ხო და ეს რა ქვია, ნუ დედაჩემმა დამელაპარაკა რაღაცა, რა თქინდაო, მან და მაინც iPhone-იო, ვინც იყიდა, კმაყოფილი ვერავინ ვერ არისო, რამდენად სიმართლე არ ვიცი, მაგრამ ხო და მეც დავფიქრდი და მივხვდი, რომ რავი, iPhone-ის ფასად, მით უმეტეს iPhone 16 Pro Max-ის ფასად Android-ი შეგიძლია იყიდო, ბევრად უფრო კარგი კამერა ქონდეს, ბევრად უფრო კარგი მეხსიერება ქონდეს. რა ვიცი, ორს იყიდი iPhone 16 Pro Max-ის ფასად, ჩემი აზრი ესეთია რა, რატომღაც მე ახლა iPhone-ებთან დიდად შეხება არ მქონია და ერთადერთი ეს იყო ჩემი პირველი iPhone-ი. iPhone-ები რომ მოდაში იყო, მაშინ საერთოდ არ მქონდა iPhone-ის მუღამი.
იმიტომ რომ რატომღაც მეგონა რომ ძალიან რთული პროგრამა ქონდა და ძალიან გამიჭირდებოდა და რაღაცა რა. ხო და მე ეს ბოლო პერიოდი რაც YouTube-ზე დავიწყე მოღვაწეობა და რაღაცა შემომიტია მუღამმა iPhone-ისას და ეს იყო პირველი iPhone. ეს არის ჩემი ბავშვობის მეგობრის ორის გამონაცვლელი. ანუ ჯერ ერთს ქონდა, მე რაღაცა იმან გამოცვალა ტელეფონი და მე მეორეს ქონდა და რა ვიცი მე იტყვიან iPhone-ზე რომ მარტივად ტყდებაო და ძალიან უხარისხოვაო და რაღაცა. მაგრამ რეალურად ეს ტელეფონი არის ხალხო ორი გოგოს გამონაცვლელი, ეკრანი, ელემენტი, ხუთჯერ აქვს შეცვლილი და წარმოიდგინეთ მაინც რომ მუშაობს რა. აი ეკრანს რა ჭირს გაჩვენებთ ეხლავე. აი ეკრანს რა ჭირს. მთლიანად ძრება ეს ეხლა უბრალოდ არ მინდა რომ მოვაწერო და მაინც მუშაობს. ნახეთ რომელი საათია. მაგრამ რატომღაც არა გადავიფიქრე. და თან კიდე მაგ ხელა ფულიც არ მინდოდა რომ გადამეხადა. ნუ მე რა დედაჩემს. ანუ დედაჩემზე რომ მეთქვა რომ აუდე ძალიან მინდა და გთხოვ მიყიდე და რაღაცა, კი დავითანხმებდი. მაგრამ მე თვითონ რომ დავფიქრდი და რაღაცა ძალიან ზედმეტი ხარჯია რა. ჩემთვის საკმარისია ეხლა რომელი ტელეფონიც ვიყიდე ეგ. და ესა რა ქვია ძალიან ცხელა. თან იმ ხელა აღმართი ამოვიარე რომ გული მაქვს ამოვარდნაზე. ხო და გადავიფიქრე მოკლედ iPhone-ის ყიდვა, თან რო გადავხედე ტელეფონებს iPhone-ის ფასადი ისეთი ტელეფონები იყო რომ რა ვიცი გადავირიე. და არჩევანი შევაჯერე. ერთი Samsung-ი იყო რომელიღაცა, აი პატარა ზომის, ამაზე ოდნავ დიდი ზომის იყო Samsung-ი და ესა რა ქვია ვიდით ესე ვთქვათ, შეხედულებით iPhone-ს იყო დამსგავსებული რა. ნუ ესეთი კამერა ქონდა 3 ცალი მე მგონი, ოღონდ ესე სიგრძეზე, ლურჯი ფერის იყო, მაგრამ რის გამოც მომეწონა იყო პატარა ზომა და აი ეს კანტი კრუგში იყო და შუშაც ძალიან გავდა iPhone-ს ვიზუალით და მომეწონა, მაგრამ 2300 ლარი ღირდა და 128 გიგაბაიტიანი იყო. და მეორე რომელიც მომეწონა ეს იყო Xiaomi 15. ხო, Xiaomi 15 იყო, აი ესეთი 4-კუთხედი კამერა, ძალიან გამოწეული. ისიც კრუგშიც ძალიან ლამაზი იყო. ძალიან მომეწონა მართლა და ყველაზე მეტად რაც მომეწონა იყო გადაღება, ანუ 60x-ზე ადიდებდა ფოტოს და თუ არ ვცდები ვიდეოს 30x-ზე და 256 გიგაბაიტი ქონდა მეხსიერება და ღირდა 2200 ლარი. საბოლოოდ მეგონა რომ მაგას ვიყიდიდი. მართლა, ანუ რამდენი მივიდოდი, იმდენი ირეოდა ჩემი გონება, რომ ხან რომელი მომეწონებოდა, ხან რომელი. თან სხვებსაც ვეკითხებოდი აზრს, რომ აბა რომელი ტელეფონი ვიყიდო და მე მირჩიეს ესა Google Pixel. შენ რისთვისაც გჭირდებაო გადაღებისთვის, არის იდეალურიო რა. და მეც ვიცოდი, რომ გადაღებაში საკმაოდ სახელგანთქმული იყო Google Pixel. მაგრამ შემდეგ მისვლაზე მოვიწიე ეს Google Pixel-ები და ეგეც ძალიან მომეწონა, ანუ ეგ მართლა ძალიან მომეწონა. აი ეგ მართლა iPhone-ს გავდა ვიზუალურად. რავი, ყველანაირად iPhone-ს გავდა, ზომაშიც პატარა იყო და ძალიან მომეწონა მართლა. ოღონდ კამერა კი იცით Google Pixel-ს აი ესე რო აქვს რა, ეს. მაგრამ ძალიან მომეწონა ეგ Google Pixel-ი.
თუმცა 128 გიგაბაიტი ქონდა მაგასაც მე რომელიც მომეწონა და გადაღებით საერთოდ გადაღებას საერთოდ არ მომეწონა დიდად არც ადიდებდა რა ვიცი 20x ქონდა თუ რაღაცა ფოტოს მეტი არ ქონდა და ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა ზედმეტად მუქ ფერებში იღებდა რა განათებებსაც და ყველაფერს იმაზე უფრო შავ ფერებში იღებდა ვიდრე რეალურად იყო შეიძლება გასასწორებელია რაღაცა ესა მაგრამ რავი გადაღებით როა Google Pixel-ის სახელგანთქმული მე მაგალითად საერთოდ არ მომეწონა მაგის გადაღება და ამ 5 დღის განმავლობაში დავდიოდი ტელეფონების მაღაზიაში რამდენი მივიდოდი იმდენი სხვადასხვა ტელეფონი მომწონდა და იმდენი ირეოდა ჩემი გონება და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი რომელი მინდოდა ხო და თან იმაზე ვფიქრობდი რომ სანამ ეს ტელეფონიც გაითიშა და ყველაფერი წამეშალა თქო და იმიტომ რომ ძალიან ჭედავდა ეს ტელეფონი უკვე დამივარდა ერთხელ ორჯერ ეკრანი ამოძრა რაღაცა და თან სიცხეს ვერ იტანს თან ისა სატენი 20 ცალი სატენი მიგდია iPhone-ის და სულ დატენვის პრობლემა იყო 25 ლარიანი სატენი ვიყიდე ორჯერ 28 ლარიანი და ზოგი აჭედიებდა და ზოგი რაშვებოდა მოკლედ სულ დატენვის პრობლემა მქონდა სულ სატენზე მქონდა ან არ იტენებოდა ან ხურდებოდა და ჭედავდა და იმასაც ვფიქრობდი რომ სანამ ეს ტელეფონიც გაითიშა მეთქი ვიყიდო ახალი რომ აქედან მაინც რაღაცეების გადატანა შევძლო თქო რა ახალ ტელეფონში და ზუსტად სამსახურში ვარ და სიმღერა მქონდა ჩართული ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და სიმღერის მოსმენისას შუა პროცესში გაითიშა სიმღერა ამოვიღე ტელეფონი და ეკრანი არ ანათებდა ჩვეულებრივად SMS-იც მოდიოდა ხმა ისმოდა raw screen ავდი დასკრინვის ხმაც ისმოდა მაგრამ ეკრანი არ მუშაობდა და ვიფიქრე რომ всё მეთქი ეკრანი მოკვდა თქო და აღარ ჩაირთება თქო ესე იგი ისე უაზროდ ვიყავი სახში რომ მოვედი აი ხო ნერვებზე მოქმედებს რამდენად დამოკიდებულება იცის ტელეფონმა ხო აი მაგალითად შოქი რო არ არის ინტერნეტი რო არ გაქვს ტელეფონი დამჯდარი რო გაქვს და ვერაფერს ვერ აკეთებ ხო მოქმედებს ნერვებზე იმიტომ რომ მაშინ უფრო გაქვს სურვილი რომ ესე ვთქვათ ტელეფონი გქონდეს და ინტერნეტი გქონდეს ხო და ესა მოვედი სახში და რა ვაკეთო არ ვიცი ნერვებზე ვარ ათხრილი და ესა მოვედი ვჭამე მერე წიგნი წავიკითხე მერე ჩემი ფისო ჩავიხუტე ლოგინში და დავიძინე და დილას რო დავხედე ტელეფონს გათიშული იყო და რითი მივხვდი ეკრანი ხო არ მუშაობდა მაგრამ აი რო სკრინავდი ხმას ხო გამოცემდა წინა დღეს და მეორე დღეს რო დავსკრინე არ ქონდა ხმა რაც იმას ნიშნავდა რომ დამჯდარი იყო შევაერთი სატენზე და ჩაირთო ჩვეულებრივად გაანათა ეკრანმაც და ყველაფერი დაურეკე ეგრევე დედაჩემს რომ დედა მეთქი ფული გამომიგზავნე და რამეს ავარჩევ რამეს ვიყიდი თქო და საბოლოოდ ძალიან უცებ მივიღე გადაწყვეტილება კი ის 2200 ლარიანი ტელეფონი მინდოდა მაგრამ მე დედაჩემს ვეუბნები რომ მეთქი ეხლა ძალიან ზედმეტი ხარჯებია თქო თან აგვისტოში სექტემბრისკენ უნივერსიტეტის ფულის გადახდა მოგიწევს თქო და ცოდვა ხარ თქო რა და გამომიგზავნა ფული მივედი და ძალიან უცებ ავარჩიე ტელეფონი რავი გავიარე გამოვიარე და იმ თანხის ფარგლებში რა თანხაც მე მქონდა ყველაზე მეტად მომეწონა ეს ტელეფონი ეს არის Xiaomi 14T რავი ლამაზიც არის ვერცხლისფერი ავარჩიე
ლამაზია საყვარლობა. ყველაზე კაი რაც არის 256 გიგაბაიტი აქ მეხსიერება, მშვენივრად იღებს, მშვენიერ ფოტოებს, ვიდეოებს იღებს. მაგრამ გავიწეწე, ანუ 1159 ლარი ხო ღირდა ტელეფონი. და იქ ბრონიო, იქ ორიგინალი დამტენიო, იქ кейსიო, ისაო და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ აბა ისო ყველაფერი შემომთავაზეს და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ბაჩო მეთქი ახლა დასტოპენ. იმიტომ რომ რაც გამომიგზავნა დედაჩემმა იმ ბიუჯეტს გადავცდი. და ჩემი ხელფასიდან მორჩენილი თანხაც დავამატე. ხო, ეგრე მომიწია. ორიგინალი დამტენი კაბელი მოყვა ამ ტელეფონს, მაგრამ ორიგინალი დამტენიო არისო 105 ლარიანიო და უფრო დაბალ ბიუჯეტში რა გაქვთ თქო რომ ვიკითხე 75 ლარიანიო და მე გაიარა გამოიარა და მეუბნება რომ ეგ 75 ლარიანი დამტენი აღარ ყოფილაო და გნებავთო 105 ლარიანიო და მეთქი ჯანდაბას რადგანაც ტელეფონი ახალია თქო ბარემ ორიგინალ დამტენსაც უყიდი თქო და 105 ლარი თუ არ ვცდები მარტო დამტენში გადავიხადე ანუ ძლივს გავიმეტე, მაგრამ მაინც 105 ლარი დამტენში გადავიხადე. кейსი რატომღაც არ უთქვამთ რომ მოყვებოდა და ისა რა ქვია არ მეგონა რომ მოყვებოდა და 19 ლარი кейსში გადავიხადე. და მერე ვნახე ტელეფონი რო შემიმოწვეს თანხა რო გადავიხადე, მერე ვნახე რომ кейსი მოყვა. ოღონდ ეს ის кейსია რა ქვია რომელშიც 19 ლარი გადავიხადე და რომელიც მოყვა ის უკეთია თვითონ ტელეფონს. ცოტა რაღაცა ჭყვიალებს ეს кейსი და რომელიც მოყვა ის გაუკეთე. ეს კაბელი რაც ტელეფონს მოყვა. და რა ვიცი მოკლედ მე სალაროსთან რომ მივედი ისაო რა ქვია ძველი ტელეფონი ხო გაქვთო და კითხო და პროგრამისტის დახმარებაო თუ გნებავთო სრულიად ყველაფერიო მთელ პროგრამას გადაიტანსო ახალ ტელეფონშიო 35 ლარათო და მეთქი დამანებեց თავი. არა მეთქი მე თვითონ ვიზავ. იმიტომ რომ ძალიან გავიწეწე მართლა. იქესაო და რეალურად კიდე კაი მაღაზიაც არ დავთანხმდი, თორე ფული აღარ მეყოფოდა. ხო და რავი. ზიზია სისინა ტელეფონი მაქვს. ესეთი საყვარლობა. სუმერში ისეთი კაი რაღაცები ვნახე კიდე ამასობაში სანამ ტელეფონს ასწორებდნენ ისა ძალიან გაიწელა დრო და ისეთი კაი რაღაცები ვნახე, ვიდეო კამერები, შტატივები, ის მინდა კიდე ნაუშნიკი მინდა აუცილებლად ესეთი რა მეტროში და იმაში თუნდაც ღამე რომ მოვდივარ სამსახურიდან გავიკეთებ ნაუშნიკებს და გემრიელად ვივლი. ესე მოკლედ მშვენიერი ტელეფონი ვიყიდე. მადლობა დედიკოს მოგითხრა აქედან. ვიცი რომ ჩემ ვლოგებს უყურებს. მაპატიეთ ხალხო რომ საერთოდ ვერ ვაქტიურობ, ანუ ვლოგების გადაღება და ატვირთვა კი არა, მართლა ხანდახან საკუთარი თავისთვისაც ვერ ვიცი ხოლმე. ეხლა დღეს არ ვიცი ესე რატომ მომიარა წელის ტკივილმა, იმიტომ რომ ძიმე არაფერი არ მიწევია და რაღაცა, მაგრამ აი წელი მტკივა ძალიან ალბათ ცუდად ვიწექი. და ეხლა ერთი სული მაქვს, როდის დავწვევი ლოგინში. გზაში მქონდა გეგმაში მაკარონის მოხარშვა. ყველის соуსი მაქვს, ტომატი მაქვს რაღაცა და მეთქი მაკარონს მოხარშვა. თან რამდენი ხანი არ გამიკეთებია და არ მიჭამია. ძალიან მიყვარს მაკარონი. მაგრამ ეხლა მივხვდი რომ всё მეზარება უკვე. თან ის არა ქვია 24 წუთია ვიდეოს ვიღებ და პირველის ნახევარია უკვე და დილას 7 საათზე ასადგომი ვარ. ასე რომ მაკარონის გაკეთება გადავიფიქრე. არც მშიათან. ხო და რავი ჩემო კარგებო, ესე
ვიდეოების გადაღებას ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ეხა ახალი ტელეფონი კიდევ უფრო დიდი мотиваციაა. ასე რომ ძალიან კაი. ჩემმა გამომწერმა მომწერა სალამი მოკითხვა აქედან. აი ინგლისიდან რო გამომიგზავნა უკაბელო მიკროფონი ხო გახსოვთ? მაგან დაპირდა რომ საქართველოში რო ჩამოვალო, ეს რა ქვია კამერა მაქვს ძალიან კაი ფოტოც აქვს ჩაგდებული, მაგრამ ძველ Facebook-ზე აქვს ჩაგდებული აქ ფოტო და ზუსტად არ მახსოვს როგორია. ნუ შტატივივით არის რაღაცა და ვიდეო კამერა ძალიან კარგი. ძალიან მომეწონა, მაგრამ ზუსტად მართლა ვერ ავღწერ ეხლა როგორია, იმიტომ რომ აღარ მახსოვს. ხო და ძალიან კარგ დროს დაემთხვა. დღეს მომწერა რომ თბილისში ვარო და ესა რა ქვია რო გამოვიდეო და გადმოგცეო შეპირებული საჩუქარიო და ძალიან გამიხარდა. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა პატივისცემაა ჯერ მარტო ინგლისიდან რო გიგზავნის პატივს გცემს უკაბელო მიკროფონს, თან როგორ გამომადგა ეგ მიკროფონი. და ეხლა კიდე საქართველოში რო ჩამოდის უცხოეთიდან რაღაცა ცოტა ხნით რო ჩამოირბენ ნათესავების ოჯახის წევრების მოსანახულებლად და წარმოიდგინე იმდენად ძვირფასი ვარ მისთვის, რომ ესე ვთქვათ ჩემთვისაც მოიცალა, რომ ეს საჩუქარი გადმომცეს და გამახაროს. ძალიან დიდი მადლობა. დღეს მივწერე ისა სამსახურის მისამართი, რომ მეთქი ეხლა გამოცდაზე მივდივარ თქო, უნივერსიტეტში მივდიოდი რომ მომწერა. მეთქი დღეს 3 გამოცდა მაქვს დასაწერი და ეგრევე სამსახურში გავდივარ უნივერსიტეტიდან თქო და შაბათ-კვირა დილიდან საღამომდე მუშაობ თქო და ესა რა ქვია სამსახურში თუ გამომაკითხავ თქო. კიდე ესა მეტროსთან შევძლებ გამოსვლას თქო რა. ხო და ესა მივწერე სამსახურის მისამართი. და რა ვიცი, რომ მოიცლის ამ დღეებში გადმომცემს საჩუქარს. დღეს მთელი დღეა ესე ტელეფონში ჩავცქერი, სხვათა შორის საერთოდ არ გამრთულებია გადატანა. ყველაფერი ძალიან მარტივად გადავიტანე. აი Facebook-ს, Messenger-ს ეგრე მარტივად თუ გადავიტანდი არ მეგონა, იმიტომ რომ ყოველთვის მავიწყდება პაროლი ესა და აღარ მომიწია ახლის შექმნა. პირველ რიგში email-ი შევიყვანე, email-ით TikTok-ი ჩავრთე, ესა ბარათებიც მივაბი, საფულე გადმოვწერე. ვალეტიო თუ ვალეტი. და ესა Facebook-ი, Messenger-ი გავხსენი, Instagram-ი არ გადმომიწერია ერთი. TikTok-ი გავააქტიურე, მეტი რა გავაკეთე, email-ი. რავი, მოკლედ ყველაფერი რაც ისეთი მნიშვნელოვანი იყო გავააქტიურე. YouTube-ი რაც მთავარია, ძალიან მარტივად ჩავრთე. YouTube სტუდიო არ გადმომიწერია, ერთი ხვალისთვის გადმოვწერ და საქართველოს ბანკის აპლიკაციაც გადმოვწერე, ოღონდ ჩემი მონაცემები არ შემიყვანია. აი ესე გადავიტანე ძალიან მარტივად ყველაფერი. ეხლა სანამ მართლა ეს ტელეფონი გაითიშებოდეს საბოლოოდ, ფოტოებს და ვიდეოებსაც დიდი არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს გადავიტან ამ ტელეფონში, ახალ ტელეფონში. ოღონდ იმხელა ეს ტელეფონი ზომაში ამასთან შედარებით განში ძალიან ოდნავ დიდია და სიგრძეში კიდე დაახლოებით ეს. და ცოტა პატარაზე რო არ შეჩვეული ხელში ძალიან მარტივად, ცოტათი ის არის რა. არაკომფორტულის მსგავსია. ხო, კიდე რის თქმა დამოვიწყდა ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ბრონი ეგ არ აქვს შემომთავაზეს, ანუ ბრონის დაკვრაგნებავთო და კი აუცილებლად თქო და შევიდა გამოვიდა და ამ მოდელის ბრონი არ აგვაქვსო სამწუხაროდ და მეთქი კაი სხვაგან დავაკრავ თქო და სხვა ფილიალში დავაკრავ თქო, მაგრამ დღეს ვეღარ მოვახერხე გასვლა, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა, გუშინაც დიდად კარგად და დიდხანს არ მეძინა და დილას დღეს ადრე ავდექი. ნუ ადრე ადგომის რა მოგახსენოთ, მაგრამ 11-ზე ავდექი თუ უფრო ადრე.
ზუმერში გავედი, ძალიან გაიწელა ეს ტელეფონის ყიდვა და რაღაცა. მართლა ძალიან გაიწელა, ესე თუ გაიწელებოდა არ მეგონა, შემოწმება ისა გადახდა, არჩევა, შეფუთვა. მე როგორც კი ტელეფონი ვიყიდე, ჩავდე ჩანთაში. ყველაფერი ვაფშე უნივერსიტეტში წავედი, ეგრევე გამოცდის დასაწერად შევედი. ძალიან გადავითიშე, იმიტომ რომ 3 გამოცდა დავწერე და ბოლოსთვის მოვიტოვე ინგლისური და ეს იყო 80 ტესტი იყო დასაწერი და ძალიან უკვე ბოლოში როდის გავიდოდი, ერთი სული მქონდა. მე უნივერსიტეტიდან ეგრევე სამსახურში გავედი და სამსახურში გავააქტიურე ყველაფერი ტელეფონში. და ესე რა ვიცი. რატომღაც მგონია, რომ წელს ყველაზე კარგი ზაფხული მელოდება. და უკვე დაწყებულია კარგი ზაფხული. იმიტომ რომ ახალი შენაძენი, რა თქმა უნდა, мотиваციაზე დადებითად მოქმედებს და კიდევ არის რაღაც პატარ-პატარა გეგმები, ორკვირიანი შვებულება, რომელზეც ახლა ჯერჯერობით არ ვაპირებ საუბარს, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რომ ძალიან რო ველოდები და ძალიან ერთი სული რომ მაქვს. ხო და ეგეთი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა მოუყვერა, მოკლედ. ზოგადად ეგრეა. რაღაც მხრივ мотиваციაც გეკარგება, მერე რაღაც მხრივ თითქოს და აღარ სრულდება ის, რაც გინდოდა რომ ასრულებულიყო, ამიტომ ვცდილობ, რომ ბევრ ადამიანს არ ვუთხრა და არ მოუყვე, იმიტომ რომ ისედაც მოვა დრო, რომ გაიგებენ და ნახავენ და თქვენც რა თქმა უნდა ჩემთან ერთად აუცილებლად ნახავთ. ძალიან კარგი ვიდეოები გელოდებათ, ძალიან კარგი დასვენების, შვებულების ვლოგები გელოდებათ და გპირდებით, რომ შეძლებს დაგვარათ ახლა ყოველ დღე აგიტვირთავთ ვლოგებს თქო და დღეში რამდენიმე ვლოგს გადავიღებ თქო, მაგას ვერ შეგპირდებით და ვერც მოგატყუებთ თავს, ვერც მე მოვიტყუებ თავს და ვერც თქვენ მოგატყუებთ, იმიტომ რომ ბოლო ვლოგი დავდე 13 დღის წინ. ასე რომ, რავი, უბრალოდ ძალიან ვიღლები და სულ იმის გადამუშავებაში ვარ, რომ საკუთარ თავს ვესაუბრები, აი როგორ გითხრათ, სულ იმას ვამუშავებ ჩემ ტვინში, რომ რაღაცები გამოვასწორო და სწორ გზაზე და სწორი გზისკენ ვიარო, ესე ვთქვათ და მართლა სულ განვითარების პროცესში ვარ. მაგრამ არის ხოლმე, რა თქმა უნდა, პერიოდები, როცა ძალიან ვიღლები. ასე რომ ზოგჯერ მართლა ვლოგის გადასაღებად კი არა, ისეთი რაღაცეებისთვის ვერ ვიცლი, რისთვისაც აუცილებლად უნდა მოიცალო ადამიანმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა мотиваცია მჭირდება, ესე ვთქვათ, мотиваციის გაძლიერება მჭირდება, мотиваციის წყაროს პოვნა მჭირდება, რომ ყველაფერი უფრო უკეთ მოვახერხო, ვიდრე ეხლა ვახერხებ. თორე აი ხანდახან ვფიქრობ, რომ თბილისში რო ახალი ჩამოსული ვიყავი, მაშინ რომ мотиваცია მქონდა, ის мотиваცია მომცადქო, იმიტომ რომ მართლა ძალიან წინ და უკან დავბოდი დილიდან საღამომდე, ყველაფერს ვასწრებდი, ყველაფერს ვახერხებდი, ვსწავლობდი, მუშაობდი სახლში, საჭმელსაც ვაკეთებდი, ვალაგებდი, საკუთარ თავსაც უვლიდი, ყველაფერს ვაკეთებდი და ახლა ნელ-ნელა ალბათ ერთი და იგივე სიტუაცია, რადგანაც მობეზრება იცის და მე მით უმეტეს ძალიან მალე მბეზდება ერთი და იგივე სიტუაცია. ალბათ მაგაშია პრობლემა, რომ რაღაცა უნდა შეცვალო, თუნდაც მიდგომა ერთი და იგივე სიტუაციის მიმართ. აი სხვა თვალით შეხედო, სხვანაირად იფიქრო ამ ყველაფერზე და რა ვიცი, ნელ-ნელა ვცდილობ, რომ ყველაფერი გამოვასწორო. ასე რომ რა ვიცი, ვეცდები, რომ
კვირაში ერთი ვიდეო მაინც დავდო, თუ ყოველ დღე არა. თან ძალიან გადავიკარგე. წავედი ხალხო, ძალიან გვიანია მართლა. 20 უკლია პირველს. არ მოჩანს, მაგრამ მაინც ხა დავიძინე. თან რო დავწვევი, კაი ხანი არ მეძინება. ძალიან გვიან ვიძინებ ხოლმე, იმიტომ რომ გვიან მოვდივარ სახლში, 2-მდე არ მძინავს ხოლმე, მაგრამ პირველზე რო დავწვე 1 საათი ძილისთვის მჭირდება. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ამ ტელეფონის, ესე ვთქვათ, ხმა. იმიტომ რომ მე დიდად ვერ ვარ კმაყოფილი. ძალიან ცოტა ცვლის, ესე ვთქვათ, ხმას. უფრო აწვრილებს რაღაცნაირად და ეხა მოусმენ პატარა ხანი. 1-2 წუთი მოусმენ და ვნახავ აბა როგორ იწერს ხმას. თუ არა და არ არის პრობლემა, მიკროფონს შევაერთებ ხოლმე ამაზეც. წავედი ეხა მშვიდობიანი ღამე, თუ დღე მიყურებთ, ბედნიერი დღე. ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და მადლობა წინასწარ მოლოცვისთვის. გვეშველა. კაი ხარისხის ვიდეოები, იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ კიდევ დასაწყისია, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ჯერ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ნელ-ნელა განვითარდები უფრო და უფრო. დრო არის საჭირო და ძალიან დიდი შრომა, мотивация. აბა დროებით.